დღეს Prime House-ში ნახავთ. სუსტია რომ ამბობდა მარტო საჭმლის კეთება იცისო. აუთსაიდერობამ და ვინმესთან განხილული მაქვს ლიზის დაყენება არ დაყენების თემა. ეგრე იყო მა. მე რა შუაში? თეორ თუ ფაქტები არ ექნება, ბოდიშს მოიხსნით ეს გააჩუმე. რატომ და გავა? შენ დადგები და განიხილავ რომ ეს დაგვეჯინა. არ მიქნია ეგეთი რაღაც. სამი თამაში. ჩვენთან არის გრანდიოზული პარტი. автомобиль сатгулия учкарда. გაიხადა ხო? გული მერევა ეგეთ ადამიანებს ვერ თავს ვერ აკონტროლებ. უფრო მოკლე და კაბა ჩაგეცო ანა, უფრო კარგად რომ გამოგიშთეს ყველაფერი. ანი მეწოდება. ხო მე რა ვქნა, აი გაიტირო საძინებლებში რა გავაკეთე? მე ხანი არ ვქნა. მე ვინმე ის კი არა. უიზღები. მშვიდობისა მეგობრებო, დღეს არის ძალიან მაგარი დღე, იმიტომ რომ გვაქვს ძალიან გრანდიოზული Prime House-ის პირველი ფართი. ყველა სათითო მონაწილე იქნება ჩართული რაღაცა თავისი პატარა თუ დიდი ვალდებულებით. ამიტომ მოდი გავაღვიძოთ, იმიტომ რომ დღეს არის ეს ფართი და ძალიან მნიშვნელოვანია. Let's go. ან გაიღვიძე. აბა ადექი. როიალ. უნდა ადგე. დღეს ხო იცი რომ ფართია და ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და შენ გაპარია ესა ბარი და მუსიკები. ძალიან გვეჩქარება, იმიტომ რომ 5 საათი გვაქვს სულ. პატრიქს დღეს აბარია სტუმრების ზუსტად სიის გადამოწმება, დაგეგმა, გადარეკვა, გადმორეკვა, დაპატიჟება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფურშეტი, რომელშიც მეც ვეხმარები, რა თქმა უნდა. მარტო ხო არ დავაბარე ბავშვს. ეხლა ადე მიდი გეხმარები მომე. როგორ ახარ ბატონო გიორგი? არა ჩვეულებრივად ძალიან დიდი მადლობა რომ გაიღვიძე და გვიძავს. ივალდებულებ თავს რომ დღეს ფართია და აუცილებლად უნდა გაგიდო. და დიდი მადლობა ერთადერთი ბოსია რომელმაც მითხრა და ამიგდალა დილით დღევანდელ დღეს რაიმე საქმის გაკეთება და ამით ვარ ძალიან ბედნიერი, არაფერს არ ვაკეთებ. აი ესე. ახლა მივდივარ რუსთავიორში, მაქვს რეპეტიცია დღეს საღამოს Prime House-ის ფართისთან დაკავშირებით. მინდა რომ საჩვენებელი ნომერი გავაკეთო ჩემს მეწყვილესთან ერთად, ამ შემთხვევაში გიორგი პარპაკაცესთან ერთად და იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის, რადგან ამაზე ძალიან ნერვიულობ. მინდა რომ ხალხს მოეწონოს და იმედია, რა ვიცი, მასეც იქნება. დადგა თათბირის დრო, ეხლა გვაქვს თათბირი, რომელიც გადაწყვეტს სხვადასხვა ვალდებულებების გადანაწილებას. მაგეთ როიალი მზად ხარ უკვე შენი კოქტეილებისთვის? Коктейлების კი. აა როიალი მზად, ავთო შენ მზად ხარ შენი საქმისთვის? ავთო მზად. ანი შენ ხარ? ნუ რა ვიცი, ხა ჯერჯერობით ვინც ვარ და ყველანი მზად ყოფილვართ. პირველი 10 წუთი დაიწყო და ეხლა ჩვენ ვერ მოვასწრებთ ვერაფერს 5 საათში რა. პირველ რიგში უნდა დავალაგოთ სახლი ყველა მერთობლივად.
დავიწყებთ რეპეტიციას, მუსიკა არჩეული გვაქვს და მონახაზი უნდა გავაკეთოთ და ამ მონახაზზე მე ვივარჯიშოთ მე და გიორგი, რომელიც მეწყვილეობას მიწევს დღეს. და არა მხოლოდ დღეს, კა. ისედაც ხო. ზოგადადაც აუთუკა არ ინერვიულო აუთუკა. მე ხუთო აუცილებლად. ზადია თუ კას. წარმატებები. მადლობა. გელოდები სახლში. მალე მოდი. არ დამიგრაზოთ. ისე თუ კითხვა გაჩნდება, სად იყო თეო? ჩემთან იყო. გიორგი ვარ. მოკლედ მეგობრებო, ეხლა დეკორაციები უნდა შემოვიტანოთ. დაგვიხმარებიან რა თქმა უნდა ჩვენი მეგობრები. წავედით მეგობრებო და ყველაფერი შემოვიტანოთ ერთიანად. ავთოი გარემოს ძიმე და წესით მესიჯა. ორივე. ისე რომ არ არის. წავედით. დანარჩენი შემდეგ. ვეცი წამოვიღოთ ბარი ყველაფერი. ლოიალ ერთი ხელი ცხობდა. ქეთი აქტიურად ალაგებს სამზარეულოს დააწკრიალა ფაქტიურად, აი შეხედეთ. ესეთი გაწკრიებული სამზარეულო პროექტი და ქეთო. შენ გაბარია მართალია ბარი, მაგრამ ფაქტია რომ სამზარეულოს დასუფთავება ჩაიბარა. აი ქეთომ დაასუფთავა. მოკლედ ბავშვები ცდილობენ რომ ტროსი დაჭიმონ. სალომე დაკავებულია კედლის დეკორაციით, აკეთებს კედლის დეკორაციას. მოკლედ ყველანი ერთად მეგობრულად ვაკეთებთ ყველაფერს. მე მგონია რომ რადგან ჩვენ მეგობრულად ამ ყოველივეს ვაკეთებთ, შეიძლება ჩვენ არ მეგობრობთ, მაგრამ მეგობრულად ვაკეთებთ. მგონია რომ ძალიან მაგარი ივენთი გამოვა და მოწვეულ სტუმრებს ელოდებათ სასწაულად გალამაზებული ჩვენი ეზო. დიდი მხიარულება დღევანდელ ღონისძიებას მე და პატრიკი წაუძღვებით. იქნება ძალიან ბევრი მუსიკალური ნომერი, იქნება ილუზიონისტის ნომერი, იქნება ცეკვა, იქნება მხიარულება და უბრალოდ ზაფხულის კარგი ერთი ლამაზი ივენთი ელოდება პრაიმ ჰაუსში მოწვეულ სტუმრებს. რა გჭირს ავთო დღეს და სულ ხასიათზე ხარ მთელი დღე. მაქვს ამბები მიზეზი. ვინ ჩვენ ვართ მიზეზი? ნაწილობრივ თქვენ, ნაწილობრივ ჩემი თავი, ნაწილობრივ გუშინდელი გადაცემა. ანუ მე დაგელაპარაკებით, რავი ლიზისთან მინდოდა ძალიან ლაპარაკი, მაგრამ რავი არ ჩათვალა ეთყობა საჭიროა რომ დამელაპარაკო. სუსტია რომ ამბობდა მარტო საჭმლის კეთება იცისო. რაში გამოიხატება ჩემი? აი ეხლა ზუსტად გეტყვი, ეხლა ნახე ზუსტად გეტყვი. რავი მე რო გულით გიკეთებ საჭმელს და მე რომ მინდა რომ რადგან ჩემი მეგობრები ხართ და საჭმელი გაგიკეთებ და გაჭამოთ, ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ უნდა შემოვიბრუნდე და ის რომ გელაპარაკო რომ მე მხოლოდ საჭმლის გაკეთება ვიცი და სუსტი მონაწილე ვარ. ხო, გისმენ? ბაზარი არ არის. არ ვიცი როგორ დამიქცნო, მაგრამ გისმენ. მე რა გიხსნი შენ მარტო ვიცნობ. გიორგი თუ იძახი იმას რომ მე გეგმაში მქონდა ლიზის პროექტი ნაწილაკო უბრალოდ დაამტკიცე. მე არ გეტყვი არაფერს. მე დაამტკიცე. რა უნდა დაამტკიცო? მაყურებელმა დაწერა ყველა მე შენ მე ვთქვი რომ შენ თქვი ეგ? ანუ არ ყოფილა გიორგი. მე ვთქვი რომ შენ თქვი. მე სადაც ვიყავი, იქაც არ ყოფილა იქ. როგორ ლიზისაც მიწერა ყველა, მეც მომწერა, ყველას მიწერეს. და ფაქტი რა არის? ვიდეო არსებობს ამისი? ლაპარაკებია, ფაქტი და მიმოწერები, ყველაფერი, რა ვიცი, ხალხი ბრმა არის, ხალხი იწევს, ჩვენ კი არ ვწერთ. ავთო, ესე შენი ისა, თეო, იძახით რომ მე 12 მონაწილეზე ვთქვი, 12 მონაწილის დედა რატო ჩავთავ? აი ესე იძახის ქალი, ამტკიცებს, როგორ არ უნდა ჩავთო და გუშინ აივანზე ეძებენ ვიდეოს, ის ჩაჩი ეძებს გიჟივით ვიდეოს, აქ ვისხედით გარეთ, ლუდებს რომ სვავდით, ბიჭი არის მთვრალი, წარმოიდგინე ტიპი და იქ იძახის, გოგორო. შენო არისო ვიდეო, სადაც იძახიო 12 მონაწილის დედა ხანო. აი ამას იძახიო. აი ამას და ბიჭი არის მთვრალი, ან რაც ნიშნავს, ავთო შენო გაგინაო გიორგი მო და ყადეკ და დაასხიო. არ იყო, მომისმინე. ეგრე იყო მა. ყველაფერს ვუყურე. მე რა შუაშიო? შენ იმ შუაში ხარ რომ შენიანი როცა არის და შენ გინდა რომ სამართლიანი თამაშზე იყოს, მიდი და უთხარი გაეშვი რა მორჩი ამას რა. გავიდა 2 თვე და მე გახსენდა თეოთუმე და ეხლა რომ ვიდეო მომიტან არ არსებობსო ვიდეო. გავიგეთ. ეხლა მე მომისმინე. გუშინ თეოსთან მქონდა ზუსტად ეგეთი ლაპარაკი.
და ვუთხარი ეგეთი რაღაცა. თუ არ გაქვს ფაქტები, თქვი რომ არ ხარ სწორი, რაღაცა შეგეშალა და დაამთავრე. ხო, მაგას და თეოს თუ ფაქტები არ ექნება. თეოს თუ გიორგი აღარ გააგზავნო, ნახე შემომხედე, ხო არ ყოფილა. ხო იძახი არ ყოფილა. თეოს თუ ფაქტები არ ექნება, ბოდიშს მოიხდის რომ რაღაცა შეეშალა, შენთან კი არა ზოგადად. თეომ უნდა მოიტანოს ვიდეო, სადაც კონკრეტულად ვიძახი 12 მონაწილე. ხო, მესმის. თეონა აქ იწვა, თეონა შენ უთხარი, თეონა ბოდიშს მოიხდი, თეონა თქვა ბოდიშს არ მომიხდი, იმიტომ რომ ეს ვიდეო არ დამშვიდი. ჩემი გამოგიტანოს ტელეფონი და გადავამოწმე. ერთი წამი რა ტელეფონით გეუნე. არა, შენ იყავი გარეთ, თეოს უთხარი და თეო არა, შენ იყავი გარეთ, თეოს უთხარი, შენ თუ არ იქნება ეგ ვიდეო ბოდიშს მოიხდი. მე არ მომწონს. გაჩერდი, არავინ არ გაჩერდები, ბიჭო, გიორგის ელაპარაკე, მიხედე თეონა. გიორგის გააჩუმე. არა, რატომ უნდა გავა? ალა. ლაპარაკობ. გამაჩუმებ ხა. ამ ურთიერთობაში ყველაზე ბოლოს მოხდა ის, რომ მე დაველაპარაკე თეონას და ვუთხარი. ან ვიდეოს მოიტან, ან იტყვი რომ შეგეშალო. So, ესა ამ ამბის დასასრული არის ეს. არა, მე ვერ გავიგე ერთი რამ, ხალხო, ერთი რამ ვერ გავიგე. მე ვნახულობ ვიდეოთ, სადაც მონაწილე კონკრეტულად მე ფაქტით და დანარჩენ 11 მონაწილეს აგინებს დედას, ეს ადამიანი ჩუმდება, არ ეუბნება არავის, გადის ერთი თვის თავზე, მე ახსენდება ეს ვიდეო, აჟღერებს ვეუბნები ვიდეო, ერთი წამი, მინდა და განვიხილავ. მე აჟღერებს ეს ადამიანს ვეუბნები ვიდეო მიჩვენე, სადვაგინე 12 მონაწილი დედამ ესე, მეუბნება ვიდეო აღარ არსებობს, წაიშა, ყველა ვიდეო რაც კი მე მინახავს, ყველაფერს წერ ტელეფონში, იმიტომ რომ ზუსტად მსგავსი რამ არ მოხდეს. ანუ მეტი რა გითხრათ, მაგრამ გეუნები რომ თუ ეგრე არ იქნება მეთქი შესაბამისი რეაგირება მოყვება მაგას და იქნები შენ მართალი. და თუ ეგრე იქნება. მე აუთსაიდერებში რატო ასახელებ ადამიანს თურმე? მე რატო გადაკიდე კი არა ვარ გადაკიდებული, ზუსტად რომ ესეთ საქციელებზე უნდა დაასახელო აუთსაიდერებში და დაჯდეს ადამიანი და გაუყოს თავის გზას. ეგ არის და გორის ციხე. მე მითხარი პირადად ავთო ორჯერ შენ უნდა გაჯებო ხმებშიო. მე რატო გონია რომ გეჯე, ეხა ეს შენი აზრი შეჯიბრის სტილში ნათქვამი. არა, მითხარი, ხო გააჟღერი. პროსტა იმდენად გაღიზიანებული ვიყავი რომ მე ვთქვი რომ მეთქი აი მილიონ ხმას ავიღე მეთქი შენ რა შუაში ხარ. მე ერთი რჩება მაგ. რაღაცას ვერ იგებ უბრალოდ შენ. ანუ ავთო როგორ შეიძლება ყოველთვის ვერავინ ვერ იგებდე და შენ იგებდე და სხვა ყოველთვის არა, შენგან ვერ იგებ შენ. ანუ სად დაინახე რომ მეგობრული არ მიჭირავს მე შენთან. შენ მითხარი რომელ მომენტში დაინახე? შენ მითხარი რაღაცა გასული ხარ გვერდზე ეს დღეები. ეს დღეები ყველა შენგან კი არა, ყველასგან გვერდზე ვარ გასული. თუ დაამუღამე, ყველასგან გვერდზე ვარ გასული. ვაიმე, ცუგა შენ მოვიდა ბურთებს გახეთქავს გაუშვა. ვაიმე, ვინ მოვიდა? სად მიმხავს ლაპარაკი არ ჩანს. ავთო რა მნიშვნელობა აქვს? ლიზი ფრაზა ზუსტად ისმის, სადაც ლაპარაკობ და მე რომ შენ საჭმელს გიკეთებ გულით, შენ ეს ხადაობის თემა და ჩემს ზუსტად პერიოდიმა ეს კვირა მქონდა ისეთი რომ ყველასგან პერიოდი არა ავთო გეშლება ბევრი რაღაცა და ცოტა შენ საქციელებს დაუკვირდი ძალიან გთხოვ. იმ ხალხთან მაინც ნუ ჩაისვრი, ვინც კარგადაა შენთან. ლიზი რა? არასწორი ვარ? თუ სუსტი მონაწილე ვარ? მაშინ რატო იყო ის განხილვა დასახელებამდე, რომ მე მასახელებდით? რატო იყო ეს? სად იყო ეგ განხილვა? არა, განხილვა იმის, რომ აი ვთქვათ გიორგიმ რომ მითხრა რომ ლიზი შენ გასახელებენ და იცოდე. რატო გაჩნდა ეჭვი? ვანგა ხო არა? არ ვიცი. არიციან. წარმოდგენა არ მაქვს. ფაქტი ის არის, რომ გიორგი იძახდა მთელი კვირა და ასახელებდით კიდევაც. ანუ რატომ მითხრა მაშინ ადამიანმა რომ იყო განხილვა? მომისმინე რომ საიდან გამომდინარე მითხრა მაშინ? მე ლიზის პასუხს გავცე იმაზე, რაც ვთქვი ლიზიზე, რომ რაღაცა ეს, მაგაზე მე ლიზის პასუხს გავცემ და მე და ლიზი მოვაგვარებთ მაგას, მაგრამ შეგიძლია თქვა რა პრობლემაა? არა, ვინმე მართვას, რომ მე აუთსაიდერობამდე ვინმესთან განხილული მაქვს ლიზის დაყენება არ დაყენების თემა. ხო, აი ეგ აშენი პასუხი და რაღაც უნდა ამიხსნა და რაღაც უნდა მითხრა ამის შემდეგ. შეგიძლია რომ მარტო მოვაპარაკო? დაგელაპარაკები ტელეფონში. ეგ ვაფშე, ეგ გადაცემიდან გამომდინარე არ ამბობს, ავთო. ის იყო ლაივიდან ამოჭრილი ვიდეო. მე ვიძახი ლაივში რომ ლიზი უნდა გავაგდო მეთქი, ანუ ხალხო მითხარ, მე ვიძახი. არა, ლიზის უთხრეს. ლიზი უნდა დავაყენოთ რომ გავარდა ეს. ის უნდა დაგვეყენებია. ლიზი უნდა დაგვეყენებია, ლიზი სუსტია, ეგრევე გავარდებოდა, ანუ მე თქვენი ძახით ხო? მანახეთ ვიდეო. თუ შეიძლება მოგვიტანეთ ტელეფონი, რომ ვნახოთ ბოლო-ბოლო რა და როგორ არის სიმართლე და ვინ არის მართალი აქ.
კამერამ გადაიღოს კაცო და თქვენ მე ნახეთ ახლა მე მინდა მარტო დაველაპარაკები მინდა თქვენთან ერთად ეს ვიდეო ანუ ის ვიდეო მანახე სადაც მე განვიხილავ დასახელებამდე ავთო ჯერ განახებ ვიდეოს და შენ სიტყვებს დაუკვირდით ხო ამ სიტყვებს რა გიხსნი მე კიდე ხო გიხარ აი მინდა რომ უბრალოდ დაადასტურო რომ თქვი იმიტომ რომ ტელეფონის ნომერს შემოვიტანი არა დასტურო ამ სიტყვებზე არ მქონდა მე ეს სიტყვები ხო დავადასტურე აი მაინც მოვუსმინოთ აღმოჩინე საოლიზა ამჟამად იყო ჩვენთან ლიზა უეჭველი დატოვებდა აბა რა სიზოვდა ხაიცით ჯერ ხმებით ხო იასნა ჩვენ გავასწრებით თორე რა სისუნალეა რა იცით ხალხო ხო მაგრამ ხა ლიზას პრიორიტეტი საჭმელი არის რა და მე ჩო დატოვებდაო იმიტომ რომ სალომემ წინა კვირი დასაწყისში დაიწყო ეს თემა ეს სალომეს დაწყებულია ხალხო ბაზარი არა თქვი მე რომ ანუ რა მნიშვნელობა აქვს საიდან იწყება თუ უნდა იმართლო თავი მე თავის მართლება არ იმჭირდება და თავის მართლებას არ მოვისმენ არ ვაპირებ თავის მართლებას შენ დადგები და განიხილავ რომ ეს დაგვეჯინან და ეს გავარდებოდა უფრო სუსტია და მარტო მისი პრიორიტეტი საჭმელია ესეთი ლაპარაკი ადამიანურად არასწორია გეუბნები არასდროს არ გამიფიქრებია შენი აუთსაიდერებში დაჯდომა არ მიქნია ეგეთი რაღაცა არც დასახელებამდე არ ყოფილა გუშინ რო ვნახეს ისიც დამავიწყდა რა რო ანუ ისეც უდად რა ყველაფერი ყველაზე მეტად ვინერვიულე მაგ ფაქტზე რომ იმდენად დედას ფიცავა ყველაზე მეტად გამიხდა ის იმიტომ რომ არასწორად მოიქეცი და ალბათ სინდისმა შეგაწუხა ეხლა ეგ ფაქტია არ მომეწონა ფაქტია რა იყო და რა არ იყო და ეხლა ჩემგან ანუ არ იყო და ასე შემდეგ ანუ ლიზი გასაგებია კაი და ჩემთვის გადაწყვეტი არ არის როგორც გინდა ისე გაიგე ლიზი მე ჩემი საქმელი მართლა გითხარი შენი სიტყვები გავიგეთ და მანამდე მოვისმინეთ და ყველაფერი მოვისმინეთ შენ გითხარი მე სხვას არავის არაფერს არ ვეუბნებო მორჩი მე ვფიქრობ რომ შენ უნდა ჩამოხვიდე დიდი ბიჭი ხარ არ ხარ პატარა ბიჭი უნდა დადგე ყველასთან ერთად უნდა გავაკეთოთ ერთობლივი საქმე ჩვენ შეიძლება ერთმანეთი დიდად ყველას ესე არ მოყვარდეს ამა მესმის მე ერთადერთი რაც ვისთანაც მაქვს პრობლემა იცით ვისთანაც მაქვს პრობლემა ხო მაგრამ დღეს შენ შეძელი მაგათაც შენ და პატრიკმა შეძელით რომ როდესაც იყო პრობლემა ხო და წამოდი ეს გააკეთე ეს არ არის მიზეზი ხო და წამოდი ეს გააკეთე ეს ნაბიჯი გადაგა გადადგმული მაქვს ხო და წამოდი ნაბიჯი გადაგა და წამოდი სტუმრები მოდიან ჩვენთან სტუმრები არ მოდიან ან ჩემთან ან ლიზისთან ან შენთან მოდიან ჩვენთან მე ვთვლი რომ ყველანი ერთად არა უსწავლო ვერ წამოვიდეთ ბატონო ავთო მოვისმინე ყველაფერი გასაგებია ჯერა შენი და წამოდი არ ვჯერა შენ არც მოდი რამგომები შენი არც აუთსაიდერებში და უნდა არც ამ პროექტიდან უწესრიგო არც ერთი წამი ვიცი ეგ უბრალოდ სიტყვები ცოტა უნდა შეარჩიო სიტყვები გასაგებია იმ მომენტში რაც ვერ შევარჩიე და ვიცი რომ გასაგებია და ვიცი რომ ბოდიში მომიხადი და მაგითო გეუბნები რომ გასაგებია თქო და წამოდი ახლა და გავაკეთოთ ერთად. ყველანი ერთად. ისე გამოჩნდა რომ არაფერი ყველაზე კაი დამოკიდებულება არა, შეხედე. მე მქონდა შენთან ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენ შევძელით რომ ისე კარგად დაგველაგებინა რომ მეგობრულად ყველა წერს რომ შენ დავთო მეგობრულად ხარ. მაგარი კაცია და როგორი ჯიგარია რომ ამ ყველაფრის მერე მაინც ავიდა ავთოსთან და ეუბნებოდა, კაი ავთო, წამოდი, ჩვეულებრივ ყველაფერს ყველას შეიძლება რომ პრობლემა მოუვიდეს, რაღაც შეცდომა დაუშვას, წამო ერთად ვიმუშაოთ, გავაკეთოთ, მოვაწყოთ ჩვენი წვეულება. თქვენ სამპატიეს, უმრემოს სამპატიომ და პროექტთან სამპატიოს, მაგრამ ეს ფაქტია. იქნები ძალიან ჩვეულებრივად. თუ არ იქნები, ჩემი უპატივცემულობა გამოვა, იმიტომ რომ მე მაქვს ჩაბარებული და თუ არ გამოვა ფართი. აი ზუსტად მაგას ვიტყვი. არ იქნება. ეს არის დღეს ამის ფაქტი ჩათვალე რომ ეს არის პასუხისგებელი ყველაფერთან. მოდი ადექი და დაგიდგებით, დაგაწობინეთ თავიდან მოვა. ავთო ჩვეულებრივად იქნები, შენ გეხარისხებ და ყველას მეტად ეს ფაქტი ადექი და ვერ, იმიტომ რომ არ იმხიარო, ჩვენთან ერთად იყავი. ნუ იქნები ხასიათზე, აი დარდებს. მოხვალ ხასიათზე, მოხვალ, არ მოხვალ, ჩვენთან ერთად იქნები. დავინახავ თუ ორივე ხო. ნუ ამომიყვარ 5 წუთში გელოდებით. აი დაგეხმარებით ხარ აშ. დაგვეხმარები და ბოლომდე იქნები.
ლიზა? ორი წამი შეიძლება გელაპარაკო? კი. წამა რა. ჩემი შენდამი დამოკიდებულება ხო იცი? ძალიან კარგად ვარ შენთან. უბრალოდ სხვებთან შედარებით ნაკლები კონტაქტი მაქვს, ხო? შენც ძალიან კარგად ატყობ მაგას, მე მგონი. მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ ახლა ცდილობენ, რომ მე კოალიციაში რაც რეალურად არ არსებობს მომახვედრონ, ანუ არ მინდა რომ შენ ეს ზუსტად ისე მიიღო როგორც გონია, იმიტომ რომ ვიდეო მეც ჩამიგდეს, როგორც შენ ჩაგიგდეს, ვიღაცების ანუ ნათქვამზე და რაღაცნაირად გამოგზავნილ ვიდეოებს დამიჯერე არენდო. ყოველთვის ძალიან დადებითად ვიყავი შენს მიმართ განწყობილი და ამიტომ გამიკვირდა თუნდაც დისლაიკი, ნუ მაგრამ ეს შენი გადასაწყვეტია და მე აქ ვაფშე არ ვერები. შენ თვითონაც კარგად ახსენი იმ დღეს რომ ეს არის თამაში, ანუ ვართ ხო, თამაშია, კი. უბრალოდ ის საუბრები რომ აი თქვენ ოთხნი რო ხართ ოთახში და იმას რომ განიხილავთ რომ ეს უფრო სუსტია და ნეტა ეს დაგვესახელებია, შენ არ ლაპარაკობ აქ. სადა უშნოდ ისმის ხო რაღაცნაირად დაემთხვა. ეხლა მე ვინუჟდენში ჩავარდი ხა იმ მომენტში, გაიგე? ანუ ზუსტად ვიცოდი რომ ეს ამბები მოყვებოდა, მაგრამ მე ვინუჟდენი ვიყავი უკვე რომ სხვა ვარიანტი არ მქონდა. ხო, ნუ ეს შენი არჩევანია, მე მაგაზე არც გამიტყუნებ, უბრალოდ ის რომ რაღაცა აი ეს ოთახის თემა გამოდის, ცოტა ძალიან ცუდად. შენც იყავი იქ და შენც ლაპარაკობ. მაგასაც გეტყვი რა, ამ დაახლოებით ჩემ აზრს გეტყვი ამ შემთხვევაში. ეგეთი რომ აი მოდი ის დავსვათ და მოდი ეს დავსვათ და მოდი ის სუსტია და მოდი ეს სუსტია. სალომეს შენ ძალიან კარგად იცნობ, კარგი ურთიერთობა გაქვს, ამ თოსაც ძალიან კარგად იცნობ და ზუსტად იცი როგორი ადამიანია და დარწმუნებული ვარ ის გავსი რაღაცა ამაზე არ უნდა წარმოგედგინა ჩემი აზრით. მე წარმომედგინე ერთია და მე რომ რეალურად ორი წამი ველაპარაკე. ორი წამი არა, თუ საუბრობ თქვენ 15 წუთი და დრო რამდენი ხანს დამჭირდება ვესაუბრო? არ არის ესე თეო, ლიდი გამოდი. იმიტომ რომ საქმე გვაქვს და მოვდივარ გიორგისო. თეონა ცდილობს ლიზასთან ახალი ჩორტები ჩააგდოს ჩემთან მიმართებაში, რომ ისევ რაღაცა უთანხმოებები დაიწყოს სახლში. მე თეოს ურჩევდი, რადგან მოცეკვავია, რომ ეს დრო დაუთმოს ცეკვას ამ პროექტში, რადგან ეს მეორეჯერ არ იქნება ის შანსი, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტში მოხდეს და იმ ჩორტების ჩაგდებაში ხარჯვას, დროის ხარჯვას ჯობია რომ თავისი ნიჭი გამოავლინოს. დისლაიკი არ არის პრობლემა, ის მომენტია რომ მე რომ დაუდგარიყავი ოთახში და ქეთი დაგვესახელებია, ქეთი არის სუსტი, მისი პრიორიტეტი არის რაღაც. ხო, რაღაცა ძალიან არასწორად გამოდის. სუდად გამოდის. მე არ მაქვს დისლაიქზე პრობლემა, არ მაქვს აუთსაიდერებში დგომაზე პრობლემა, მე იმაზე მაქვს პრობლემა, როგორი ფორმით ხდება ეს ყველაფერი და ჩემი მეგობრებისგან მე რას ველოდები და როგორ საუბრებს და ცოტა განხილვას ვიღებ რა, ხო ხდება. ახლა მითხარი რა გავაკეთო? ეხლა წამოდი. რა გავაკეთოთ ეხლა? მადლობა დღეს რომ ჩემს გამო ხმა მოიღე და დამიცავი, ესე რა ვთქვათ, უბრალოდ მინდა გთხოვო, რომ ანუ სხვა დროს ეგეთი რაღაც აღარ გააკეთო. ჩემს გამო არავისთან კონფლიქტში არ შეხვიდე. ანუ მე გთხოვ მაგას. მე თუ რაღაცას ვერ დავამტკიცებ, ჩემსაც ავდგები და ვიტყვი, რომ ვერ ვამტკიცებ და კაი, ანუ ბოდიშს ვიხდი. ხო, რაღაცა ალბათ შემეშალა. ეგრე გამოვიდა. მაგრამ შენ არ ჩაერიო მაგ რაღაცეებში. არ მინდა რომ ჩაერიო. გიო, რადგან ჩემზე არის ესე, გამოდის რომ შენც მერე გინდა არ გინდა იჩხირები, როგორც დღეს მოხდა. მე არ მომწონს ეგ სიტუაცია, ვაფშე არ მინდა რომ ეგეთი რაღაცა მოხდეს. მოვაწყეთ ყველაფერი, გავალამაზეთ ეზო და აი იყო სეზონში ჩემი გაბერილი ბუშტები, რომელმაც ლოყების დეფორმირება გამეკეთა, ჩამომიწია ყველა, წყლიდან არის ამოყრილი და სკდება 1, 2, 3. დავიდა. გამოვარდა კატრინა. თავს ხმა, უბედურება. ფლამინგოები ცაირში იყო. აი ეს ფლამინგო გაფრინდა და ანა გაიყიდა თავის ფრთებით.
მაგარი შარში ვართ. თავზე ხო ჩამოგვემხო ყველაფერი, აი რაც დავკიდეთ. რაღაცა უცბად ვზივართ ოთახში ვფიქრობთ რა ჩავიწვეთ და ფლამინგო შემოვარდა. რომ გარეთ გაიშვიდეთ რა ხდება. ძალიან საშინელება იყო ის მომენტი, რომ ყველაფერი მორჩა. გაქვთ სამი ალტერნატივა? დავსხედით და ვფიქრობთ რა უნდა გაგვაკეთებინა ამ წვიმაში, როცა უკვე ყველა სტუმარი დაპატიჟებულია, ყველაფერი გაკეთებულია. ჯობია რომ მალე დაურეკო სტუმარს, იმიტომ რომ ყველა სტუმარმა რაღაცა გადადო დღეს რა მოსულიყო და მალე ჩვენი ელემენტია. არა, მარტო და უცბად ჩახრა შუქი. რა მე ჩამოვარდა სახლი ინგრევა, შუქი ჩაქრა, შუქი აინთა. რა ხდება? სად ვართ? სად არის? რა ხდება? ვერ ხვდებით? სტრიმზე არაფერი არ იწერება. დავай შენ მომისმინე. შეიძლება რა მინდო დააქავდე მეთქო ეს. მე ხიკი ჩამოვარდა, მაგრამ ჩვენ აგვცდა. ძალიან ცუდი ამინდია, თავზე გვენგრებაცა. არა, ეხლა ცუდი ამინდი რატოა? ჩვენიერი ამინდი არის? ანუ არა, ძალიან მაგრა ვერ თხოვდით, ძალიან მაგარია. რა, კეთილი ხა ეს ცუდია? ნამდვილად, გაგიმარჯოთ მეგობრებო. სტუმრებო, გელოდებით, უმაგრეს. ძალიან მაგანუ. აი მე ხაი. ვერ ხვდები ამ ხალხს არ მოწონს. ჩემი აზრით უბრალოდ ძალიან ნაზისიო ქვის, რაც ძალიან სასიამოვნოა. და შხაფუნაც იმას ცვი და ამოწევს ხოლმე. მე და კეთიმ გადავწყვიტეთ, რომ ჩამხტარიყავით ამ წვიმაში აუსში, რადგან ცოტა ხასიათზე მოსულიყავით და იქნებ დანარჩენებიც აყოლენენ. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენი ივენტი შეგვიძლია გახსნილად გამოვაცხადოთ და ჩვენ ივენტს პირველი ჩვენი სტუმარი, ორი სტუმარი ხსნის, რომელსაც აუში ვიხილავ და მე ცოტა ხანში მეხი დაეცემათ. ისე გამოვიდა რომ მარტო მე და თეო გავერთეთ, იმიტომ რომ მათმა ყურები ჩამოყარეს რატომღაც. და კარტობა არ არის. ეგ არის ვისთვის როგორ? ვისთვის როგორ მეგობარო? მიდი. ასე რომ ჩემთვის არ არის და იმიტომ. მე ძალიან გავერთე და ძალიან კარგი წყალი იყო ხოლმე. პირველად დავთესტები და პირველად. მოკლედ, ვცდილობთ მოვერგოთ ამინდს და შემოვდივართ შიგნით. შემოვდივართ შიგნით, დეკორაციები შემოგვაქვს შიგნით და ვაკეთებთ ყველაფერს შიგნით. ჩვენი დედასახლის ლიზი გვეუბნება რომ მოკლედო, ეხლა ყველანი ერთად უნდა დავდგეთო, რაღაცაებს უნდა მოვიკრიბოთ ძალაო, უნდა წამოდგეთ ფეხზე და სტუმრები მოდიან და ჩვენ უნდა დავხვდეთ ღირსეულად. მოკლედ გადავწყვეტეთ რომ ყველაფერი გაგვეკეთებინა ჩვენს პატარა კოიკაში. ტელი private house-ი ერთი გუნდი გავხდით, ერთი мотиваცია ჰქონდა ყველას. აი, მე მგონი ძალიან მაგრად გამოდის და ძალიან მაგრად გამოდის. ჩემი დაბადების დღე 20 ივნის რო იქნება ესე მომიწყო ბავშვებმა. დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი ფართი იქნება. ეხლა როცა მე ვუდგავარ სათავეში, რანაირად უნდა იყოს ცუდი ფართი. ეს კაბა ჩავიცვი. ხოლო მაზია გიომონარჩევინა. მე მგონი რომ იხდება. ფრთიანი ანგელოზი ვარ. გიოს ანგელოზი ვარ. ოლიგარხის ვიძე, მუცელი რამ ხელა, მაგრამ ერთ უფალი. ერთ შინდა გვიფეს.
აუ გიო რა სიმპათიური ხარ მართლა? ჩემი გოგოა ეს. მე იმსახურებს ეგეთი მამაკაცისგან ერთ კოცნას. ვაიმე ლიზა, ღიპი მეტყობა რა. რამე ბლუსკა მიეცი ამას რომ ჩაიცვას რა თეთრ. აი, პრინცესა მეორე. მოგე გოგოები როგორც ყოველთვის ლამაზები ხართ. კი. Hello, my ფანტასტიკო და ძალიან მხარეა რომ ხარ. Hi queen. მეთქი ფასეში ვიბანავებ ხომარ. Hey, როგორ ახარ ულამაზეს? რა გულაობა? არა. აი რატომ ეჭირა თეთრი ვარდი ხელში. როგორ იდეალურად გამოიყურები? ჩვენ ივენთი არის აქ მოგძანდით. გამარჯობა, მოგძანდით. ჩემი მეგობარი, ჩემი მეწყვილე გიორგი ბარბაკაძე. აი, კიდევ ერთი ყვავილი ჩემგან. გამარჯობა. ჰაი, რა სილამაზე. მიდი გადი დახვის სტუმრები მოვიდა. არ დამალევინა კოქტეილი. გამარჯობა, მოვედი ჩემი ფუსფუსით, რომ დავატკბო ეს ულამაზესი Prime House-ის მონაწილეები. იმედია მოეწონებათ ჩემი ტორტი. ლიზი, გამარჯობა. ეს კიდე ფუსფუსისგან. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ლამაზია და დარწმუნებული ვარ ძალიან გემრიელია. სახე ჩახე ლიზი, ჩახე სახე. ის მომიხდება აქ? ვარდი. გამარჯობა. მოვბრძანდით. ვაა, მაგრამ გარე ჩაიშალა ამიდის გამო, ხო? გარეთ ხო, მაგრამ ნუ როგორც შიგნით სამზადისი ნახე, ისეთი იყოს, საოცრება ხდებოდა. აი ისეთ ვერ გამოგვივიდა, როგორცაც გეგმავთ გრანდიოზული, მაგრამ ნუ რაც გამოვიდა, ესეც კაია რა. მოვბრძანდით კი. არ ყვირის ხო ჯერ? ზურგით უნდა დამხვდე. აი, ყვირილის მასაიტო. ვამზადებდი თქვენ. სიმშვიდე სად არის გო? სად ყვირისო? ნაზღაიძე იქ იქნებოდა, ვალამაზებდი აქაო. ვაა. ეს არის კოქტეილი, რომელიც არის ჩემი მოფიქრებული და ზოგადად სტუმრებს ვიკითხები, როგორი სასმელი გიდათ. მჟავი თქმილი და ასე შემდეგ და მაგის მიხედვით ვარჩევ რა გავუკეთო. ეს ახლა არის ავტანდილისთვის და ვნახოთ როგორ მოეწონება. აბა ვნახოთ. მადლობა დიდი. ხო, იმაზე თუცერდა დღეს ჩემი რა. მოგძანდით, ულამაზესებო. ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ მოდიან მონაწილეები, ისე ჟიურის წევრები, მოდიან სტუმრები და რაღაცა ყველანი ბედნიერები, მხიარულები ვარ. ყოფილი ძალიან მოინდომეს, მართლა ძალიან ორგანიზებულია. ძალიან გემრიელი საჭმელია, ლამაზი გარემო და მართლა ძალიან გული მწყდება, რომ აი ამინდმა ხელი არ შეგვიწყოთ, რომ გარეთ იქნებოდა იდეალური, მაგრამ აი ყველაფერი არის მართლა ულამაზესი და ზუგდიდი დაიცა სამეგრელო. თბილისი, ურეკი, ზესტაფონი, თბილისი, ზესტაფონი, ფოთი, ბათუმი, გერმანიიდან, ქუთაისი, ბათუმი. ჰეი, არის მის. აჰა, არის მის. ისმის ჩემ, ისმის. ჰეი, დავიდა. ჰანე. I can see a star from there. Can't you see? Everybody is my power to hit. Როგორი უსმენო მეგობარი ხავს დაშირო იცი.
პატრიკის სუმღერის ყველასთან ერთად მღერის ხმამაღლა სმენა არ აქვს და ამიტომაც ჩვენს დავკარგეთ სმენა ბატონი ავთანდილს ქვიტინიძე ანუ არ ვიცი ხა სხვასთან როგორც იყოს მაგრამ ჩემთან ძალიან კარგად აეწყო დიდი მადლობა ყველა სტუმარს რა მოხვედით მოიცალეთ ჩვენთვის იმიტომ რომ ყველა თავისი საქმეა ეხლა ცოტა დაჟიტირებულები ვართ და გვჭირდება ნუცა თოფურია იგივე ნავნი მაგის ვარგის მე და მაგია აკავართ აკ ვედა ჩიტა და გიორგი მე აღარ შემილია ეს გლასუნი ხო? გამიკეთე გასაკეთებელი ხო შეიძლება რა? მე და ავთო შევრიგდით და ვიცეკვეთ კიდეც მეგობრულად. არ მგონია რომ თეო ეჭვია. ავტოროს სიმღერას, რომელიც აქამდე არცად არ უმღერი. როიან როგორც ჩვენი ნიჭიერი მონაწილე და აბა let's go და დავიწყოთ. What you gonna do? What you gonna do for them? What you gonna do for them? What you gonna What you gonna do for them? What you gonna do for them? What you gonna გამბურთგლა როი შემწველად მომღერალი ვინარი What you gonna do? What you gonna do? ვითომ მომღერალი მაგრამ ხოცეა მადლობა ყველა სიმედია მოგეცადა საოცარი მონაწილე თეონა კოჭლამაზაშვილი და მისი მეგობარი გიორგი ბარბაკაძე და ჩვენ შეგვიძლია არა ერთ კონკურსში გამოსული და გამარჯვებული რა არის კლასი ოი ეს თქვენ არ მეგონოთ შეულებრივი ცეკვა რაღაცა ეს ტაშის ყრა და რაღაცა არა მოემზადეთ შემომეგობრებო ცეცხლოვანი ცეკვა და მივეს ბრავო შოიას მეც მეინტერესებს გამომივად თუ არა მე რამაც მაცდავინა ხუნდათ ავთანდილს ცოტა გული აუჩქარდა მამინდასთან დავაუჭდა რო უხრიხულად არ იგზნოს თავი ძალიან ეჩვიანობდა ეთყობოდა მე ხავ კითხულობ გულს თვალებიდან ეს არის დიდი სიყვარული
საჯარო მაკოცას მაინც ერთი და იგივენაირი გრძნობა მექნება. მე და ანის კოცნა იყო გრანდიოზული როგორც ყოველთვის. აი ეგეთი იყო კოცნა ჩვენ. რა თქმა უნდა, ყველა ვიცის, მე მგონი რომ გიორგიზე მიმინე მოფანატებს. გაიმე გრანდიოზული პარტია, გრანდიოზული. მოდი ლიზი, ნუ გერიდება, მოდი, შემოდი, ქალო, შემოდი, დაჯექი. მოდი. უმაგრესი და ვისი დასახურება? ჩვენთან არის გრანდიოზული პარტი. და ვისი დამსახურება ლიზი, იმიტომ რომ ის არის ბოსი. ყველასი. და სად არის ტორტი? ეს ძალიან მოიცაბა. ტორტი. სად არის ტორტი? ვერ არის ტორტი. როგორც გითხარით, იქნებოდა ძალიან მაგარი პარტი. რა თქმა უნდა, ისმეთი კარგი გამოვიდოდა, იმიტომ რომ აქ არის პატრისია. ჩაჭერი! ყველაფრის მიუხედავად ჩვენ შევძელით რომ ძალიან მაგარი ფართი გავაკეთებინა და ძალიან მაგარია. Dove tanza იღე ჩემი შიში ანა არა რასაკე აი მან დაამთავრეთ მე და ანის ურთიერთობა დაღუპეთ პროექტი მე მაგას არ ამეცი და კონტაქტი არანაირი დავიდა გაიხადა და დამთავრდა ურთიერთობა მე არ მინდა გახტელ ადამიანთან ურთიერთობა მე გაუტყდება ეხლა რომ რადგან გაიხადა მორჩა დღეს მაინც არ ვთქვა. დღეს მაინც არ ვთქვა. დღეს მაინც არ. არაფერს არ ვეუბნებ, ფეხებზე მგიდია. მაგრამ რო გაიხადა, ჩემთან მიმართება 100 ჯერ მომწერეს, რომ არ იქცეოდეს ისე, იმიტომ რომ წააგებს. იმიტომ ჩემ გამო დაუმესიჯა ხალხმა. ყინული მინდა და ყინული საერთოდ არ არის. კიო. არ მაინტერესებს თემა დახურეთ. ეს სპექტაკლები არ მევასება, გითხარე 100 ჯერ. შენი თავი გაითხარე სამარეში. მე მიგიჩქალა. მოიცა გიო სად არის? ეხლა ცოტა ხანი ჯობია რომ მასთან და მე რეცი. თებშები უნდა, ხალხო, წამო, თებშები უნდა. თებში მიგდებს რა? არა, რო გადავა. ერიკი, მადლობა და შენბიც ძალიან დიდი მადლობა და მოგითხრა. აუცილებლად. მაგარი შარში ვარ, რო იცოდეთ. იმიტომ რომ გიოსთან მაგარი შარში ვარ. ხალხო, რადგან გადაღებაა, მოდი ჭამეთ, საჭმელი, იგულავეთ. გიოს არ ევასება. ჩემი გახდები და ეს სექსუალური ყეობები არ ევასება. პატრიკ, მაგარი შარში ვარ, მიშველე. რატო? მოდი აქ. რატო ხარ? მოდი აქ. რატო? ვიმაკ თელი ჭურჭელი. გადი, მოვკვდები. რატო? ვიო გამიბრას და მიტა გააჩუქა ხოს მაგარი. მოიცა განცო ბიჭო რა სამო. აბა რა რაზე გაგიბდეს რო გაიხარ? ხო. ახლა როდის დადიხარ ჩაცმული რომ ეხა მაღაზია ვინმე გაგიბრაზდეს? პატრიკ, მაგარი შარში ვარ. გინდა შეგარიგო? შემარიგე. არ მოვა. იმიტომ რომ არ აინტერესებს. მე გამიშვი არა, პატრიკ გამიშვი არა, არ ვაპირებ ხა პატრიკ სისულელეს აკეთებ. ვინ ხვის ხარ გაბრაზ? სისულელეს აკეთებ პატრიკ. მინა არა. რა გიო. ბიჭო. ჩემი ღირსები. გასასო რა? რაზი გამი? არა, ძალიან კარგი. ეხლა ჩვენ ხო იცი რას ვაპირებთ? გიო. არ მაინტერესებს არა. კენ თრალია შენ კიდე. რაში მაინტერესებს? მე ზიზღება მთვრალი ადამიანი, რომელიც თავს ვერ აკონტროლებს. გული მერევა ეგეთ ადამიანს, რომელიც თავს ვერ აკონტროლებს. აი ხლა უკვე ცხოვრებაში ეგრე ვარ, მე ეგრე ვარ გაზდილი.
რას ქვია ვერ გავიგე. ეგრე ვარ გაზრდილი. ადამიანი რომელსაც არ შეუძლია სმა და თავის კონტროლი, ესე იგი ჩემთან არ უნდა იყოს ურთიერთობაში. არც მეგობრში, არც ოჯახის წევრში და აი, ეხლა ლაპარაკი. ზედმეტი ლაპარაკი არ გვინდავსო. პატრიკ, ეხლა დაანებე თავი რა, სანამ უფრო უარესები უთქვა. ესენი აიღე. ხოდა გაჩი. გავიგე. ხმასვა ვამთავრებ. დაივიწყე. ესე ყველაზე სმინა ვაფშე. არ უსმინა მაგის სიტყვებს. მაგარი შარშია. გიო რა გინდა ანა დავიღალე ვალაგე ხო ხედავ საქმე შესავით უსაქმურად კი არ ვარ მეც მოგეხმარებოდი. არ მინდა თუ გინდა მოხმარებო და მიეხმარებოდი ადამიანს შემელია მოგეხმარებოდი. ნუ ხარ ბოროტი ხოლმე გიორგი. არ მაინტერესებს ვალაგებ ხალხო გამეშვით რა გიორგი რა არის ტრადიციული მამაკაცი რომელსაც არ უყვარს როცა თავისი ხალხი იხდის. მართალია გიორგი? კაი, სულ არ გავიხადე. არ მაინტერესებს ხალხო ვერთობი ვალაგებ საქმე გამეშვით რა ანი გამეშვი ნუ დამძდევ ხოლმე აკეთებ მაგას ეხა გამეშვას ადამიანი ჯობია იმინა შარში ვარ. არაფერი არ დამისვებია მე. არაფერი არ დამიშავებია მე. ვიზღები. არ უნდა მეცეკვა. ალბათ. მე უკიდი ვარ. არ აინტერესებს ვაფშე. იმიტომ რომ მე ვარ ცუდი. და არ ვარ კარგი. ანი, მომისმინე? ეხა შენც ნასვამი ხარ, გიოც ნასვამია და ხო, ორივე დაილაპარაკებთ და კაიტო, გიოსთან დაწყნარება კი არ მიჭირდებათო. გონი ტელეფონი ვიდრომო. მე რა ვქნა, ეხა იტირო საძინებლებში რა გავაკეთე მე? ხანი არ გქონდა. მე ვინმე ის კი არა ვარ, ვინმე დამატყნარებელი ძიძა თუ რაღაცა. ხო შემიძლია სტუდია არ მინდა. ტელეფონი რამდენი ხანი არ მე ცუდი ვარ. მოდი. ვინ ამბობს რომ ცუდი ხარ, ეცე ძახი. ეგრე არის თქო შენ თავზე არც ერთი წამი. თავისუფალი ადამიანი ხარ და რასაც. კი, და ბაზარიანა და ჯიქალო. მოვალე ხავი. მოკლედ ჩემო მეგობრებო, მე ვთვლი რომ შედგათ ჩვენი ღონისძიება ამ პატარა სივრცეში 5 კვადრატულში. ყველა სტუმარი იყო კმაყოფილი, ბედნიერი, მონაწილეებო, კმაყოფილი ხარ? არ იქნები და დაგწვალთ ყველას კოცონზე. არ ვარ კმაყოფილი. გიორგი, არ ვარ კმაყოფილი. შეგიძლია დაიძინო. უმრავლესობა კმაყოფილია. მერტო რა პარეა ეს ბიჭი. მოკლედ რომელიღაცა ერთი ჩვენთაგანი აღარ იქნება, თქვენთაგანი უბრალოდ მე არა ვარ აუცები, აღარ იქნება ჩვენთან ერთად. მოდი მე ვთვლი, რომ დღეს უნდა ყველანი ვიყოთ ერთად, უნდა ვიყოთ მეგობრები, უნდა გავერთოთ ყველაზე მაგრად, ეს დღე უნდა გახდეს დავიწყარი ყველასთვის. ანა წამო. მაგარი საქმე ვარ ბიჭო. მე ჩულავა. ხარარი. მაგარი საქმე ვარ. წამო. არ შემიძლია, მაგრამ ვიზე ხარ გაპრეზებული ჩემი არავის არ ვარ გაფრასებული ხარ. ეს რა იყო? ეს რა იყო მართლა? ეს რა სიცილია? რატო ხარ ბავშვი გაპრეზებული? არავის არ ვარ გაფრაზებული მე.
ალამას თითები მაქვს. ბავშვს რა წყენი მე. რა შნური უარა ხარ იგი. შნური უფრო მოკლე ნაკაბა ჩაგეცო ანა უფრო კარგად გამოგიშდეს ყველაფერი მაყურებელი არა ინტერესია ეს ბიჭი რა რა შუაში შენს რო გადაიწვიეს და ყველაფერი გამოგიშდეს შენს იგივეს გეტყვი ეჭიანი რა შუაში კაბა გადაიწია და ყველაფერი გამოგიშდა მაყურებელს მე რა ბიჭია რა გჭირს ხო მე რა ამასთან დუხები არ მოგამოაჩინე მე არ მაქვს ეგ სადაც შენს რო გადაწეულიყავდი იგივეს გეტყოდი შენ ეჭვიანა რა გიორგი ნაზღაიძე მიეჭვიანოს რა ვიღაცაზე მომისმინე შენ რა გონია გიორგი ნაზღაიძე რა მე ნაკლები ხარ ნაკლები კი არა მომისმინე რა მეთი გონია ნაკლები ხარ ბიჭო ნაკლები ერთია და ანუ სხვა თემა რა შენ ჯიგარი პირდაპირ ხალხი ხარ გიოც ხო გიოც შეესინი პირდაპირ მაგარი კაცია ხო მე ნახე უყურე იეჭვიანა ო არა ხარტყული ია ეგ თემა არ არის არა მე მგონია რომ უბრალოდ გიოს ის ფაქტი ეწყინა რომ არ გაითვალისწინე მის ერჩევები და მაგ მხრივ მართალია მეც ეგ მაწუხებს რომ მართალია კიდე ხალხი ბიჭო არა რა თქვა დაიკიდეს ხა ელემენტარული შემეძლო რომ გამეთვალისწინებინა აუ გაჩერდი რა გამიჯერე დამშვიდი ხო დაელაპარაკე ხო მშვიდ შენს ფხიზელი იქნება დამშვიდი გაანალიზე ყველაფერი და რისი თქმაც მოგდება მე რა უთხარი ანუ არ ვიცი როგორ მივიდგე რატო არ ცალიაო? ხო გეუნებოდი კვირის დასაწყისში შენ გასახალდები მე. კი. რო წავიდე. დაგიმშვიდობებით რა პრობლემა. მაინც გონია ისე შინაგანად SMS ლიდერი გახდები. კი? მეორე გიორგი. მე ხო იცი შენ გიორგი. აი შენ რო ავიღო ერთი 700.000 მარტო შენი იყო თუ მთლიანში? არა, მე რო ავიღო 700.000. მარტო შენ? რამდენსავი? შენი აზრით რამდენსავი? აი. 400? თუ SMS ლიდერი გახდები, შენ გახდები სადღაც აი 52% და რაღაც. 13-ზე იქნება. 13-12 ესე. ეგრე მგონია. მივდივარ რომ გიორგი გავამხნევოდა შემოვირიგო, იმიტომ რომ რაღაცა დანაშაული მაქვს გაკეთებული და არ მინდა რომ გიო იყოს ჩემზე ნაწყენი და დამნაშავედ ვიღებო თავი და მინდა რომ ჩავიცვა ჩემი არაბული სკაბა და ვიცეკვო. ამით მინდა რომ გიორგი გამოვისყიდო იმის გამო რომ მე არასწორად მოვიქეცი და იმ საქციელის გამო. აი მე არ მიცეკონ ხა არც იფიქრონ. მე არ მიცეკონ. მე არა, მე არ მიცეკონ. მე არ მიცეკონ. მე არა. მე არ მიცეკონ. მე არა. მე არა. ცეკვავ? და გიო მეუბნება რომ არ მეცეკვო, დამანები თავიო. ანი რითი შემეძლო რომ გიო შემოვერიგებინა იმით ვერ შემოვერიგე და ცოტა გავბრაზდი კაი რა ეს როგორ კაცები ხართ იმენა ფუ შეგვეღო აღარ მინდა აღარ მინდა არა ბები კაი რა ხო რატო გაჩერდი? ხო შენთვის ვიჯე. ვაიმე! რა კონჩი გაჩერდი? ეხლა გამოვხ. გოგო. ერთი წუთით მოდი აქ ჩემთან. ნახე. დაიკიდე. ნახე შემოვხედე თვალებში. თვალებში შემოვხედე. ბიჭი შენ თვალებში. გაგიჟდი მართლა ანი ვარ ყივშიზე ბოლო-ბოლო და ხო და მომისმინე ეხა აქეთ მომხედე.
ყველაზე მაგარი ქალი ხარ და მთელ საქართველოს ევასტებ ყველაფერი ყველა შენი ფრაზის გამო. თვალებში შემომხედე. შენ რა ჩვენში ხარ? თვალებში შემომხედე. არც გიორგი არაფერს შეშერდი, ხო? შენ გამწარებული ყოფილიყო რა. ანუ გოგო, შეხედე შენ თავს. ეხლა მოდი აქ ერთი წუთით. მოდი აქ ერთი წუთით. და არა მოდი. საკის ჩაიხედე და უყურე შენ თავს. შეხედე რა ხალხი. ჩაიხედე. ჩაიხედე სარკეში. ბიჭო, სარკეში შეხედე შენ თავს. მე კი ვიცი მაგრამ. ხო, მომისვინე ეხლა. ხავარია შენ უნდა იცო. ეხლა ხო იცი რომ არწმუნებული იყო მაგაში ბოლომდე. ყველაფერი მაგრად. ვიც გაღიზნებული დაღმნილი. კიტო, ბაზარია შეყვარო. თითო. ერთობოდა როგორც ყველა ერთობოდა მეც კი რაღაცა ანუ არა. ვიღა და მეც არც არის რა ვღა უბრალოდ გიორგი ცუდი ხასიათების ბიჭი არის ხო იცით რანაირი არის და იჭრება ხოლმე ეხა მითხარი რომ იცი რომ გიორგის უყვარ ხარ ვაიმე გაჩუნდი გოგო არ კედი ხარ ზე ეხლა არის აჭრო ხასიათი იეჭვია და უბრალოდ ხო რა გაჩერდი მოდი ჩემთან შემოსიცოცხლე იეჭვიან აბა რა ქნა რა იეჭვიან გიორგი ნაზღაიძის ნახე ყურე გიორგი ნაზღაიძის ბევრი ქალი ყოლნია მაგრამ შენერი არც ერთი შეიძლება კიდევება სიგარეტი კიდე დავკარგე ჩემი აზრით ანის არაფერი ცუდი არ გავუქთები, უბრალოდ ერთობოდა ბავშვი. ანი მეწოდება. გიო მე არ მაინტერესებს ეხლა ნასვა მიხა და შეირგე სასმელი რა. შენ ხელას დაოლევ და გამოვალ კიდე რა. ოში მინდა რომ ჩემი სიტყვები ამ ვიდეოთი დავამტკიცო, როდესაც გიორგი ესე რომ ვთქვათ შეურაცხყოფას აყენებს აქ მცხოვრებ ადამიანებს. აიმე. ნახე რა სიძახის? ეხლა იძახის რომ იყო მომენტები ეხლა რა გუშინ იყო ეს ვიდეო. ბიჭო გიო მიცის გაიგე რა დროს რა უნდა ილაპარაკოს ყველგან. ეგე? ვიცი ჩემო სიყვარულ. კარეშლება არსად რა დროს რა უნდა თქვას. რაში მაინტერესებს მე ზიზღება თვრალი ადამიანი რომელიც თავს ვერ აკონტროლებს გული მერევა ეგრე უმბაძავ თავს ვერ აკონტროლებს უმბაძავ ცხოვრებაში ეგრე ვარ მე ეგრე ვარ გაზდილი ადამიანი რომელსაც არ შეუძლია სმა და თავის კონტროლი ესე იგი ჩვენთან არ უნდა იყოს ურთიერთობაში გიორგის არ უნდა რომ მე ვიყო გარყვნილი გოგო ალბათ იმიტომ გაბრაზდა ყველას მოგესალმებით მოგესალმებით მეგობრებო დაუმესიჯეთ თქვენ გულშემატკივარს თუ დარჩეს პროექტში შენ გულშემატკივარს თუ იმად გულშემატკივრება მე დავივიღე ანუ თქვენ დაუმესიჯეთ ამას ხა ჩემ გულშემატკივარს ხბერ რა დიდი ბოდიში რა აი ჩემებიც მეყოფიან გულშემატკივრება ისეთი გიჟები არ მგლები არის კი გინდა მას სად არის გიო ამოდის ოთახში მაგრამ ჩემთან არ ამოდის პატრიკის გასაღვიძებლად ამოდის ბალკონზე შედის სადაც არ მეყურებს Patrick, დაიძინე Patrick. Patrick. ხონ მოკუდა ეს. დაიძინე? მე კიდე დესერტი ამოგიტანე. მე ჩემს სიტყვაზე ყოველთვის პასუხისმგებელი ვარ. რა დამაძინებს ეხლა? მეგახარებოდი. ხო, არა, ბევრი ხალხი გულშემატკივრს. აიმე. 600 კაცი უყურებ რა. სად? ამდენი? ლაიქში, TikTok-ზე? არა, TikTok-ზე არა, 700 მიყურებ და ეხა Instagram-ზე. 700 რა არაფერი. Insta-ზე? არაფერი. ეს როდიდან არის არაფერი. არაფერი არა. არა.
გაჩნია რას ფოდარებთ. ხო. ახლა გიორგი. მინიმუმ და 1000-მა გიყუროთ ყველა ვარიანტში. ცოტა ხანი მქონდა არ მასალა. ნუტირი ხარ დუ იმართებ სუთა. დაბო ჩავიდეთ ახლა. მე არ ვარ კარგად, იმიტომ რომ გიო არ წესით ახლა გიო ჩემთან ერთად უნდა იჯდეს, რაღაცეებს ხუმრობდეს, ვიცინოდეთ, მაგრამ ჩემთან ერთად არ არის, პირიქით მე არ მელაპარაკება და ყველას ელაპარაკება. ანი, ლაპარაკი გინდო, დაბა გისმენ. გიო, აბა, ხეშოვი, მივდივარ დასაძინებლად, ლაპარაკი გინდოდა. მინდა. გისმენ დაიც. რატო გამიბრაზდი? შენი აზრით? იმიტომ რომ გავიხადე. როგორ? იმიტომ რომ გავიხადე. მერე? და ეს არ იყო ლამაზი. მერე აბა რატოღა მეკითხები, რატო გავბრაზდი? არ გამიბრაზდე რა. ჰა? არ გამიბრაზდე. როგორ არ გაგიბრაზდე? ანუ შენ შეგიძლია გაიხადო, მოიქცე ისე, შენ ოჯახს მოეწონებოდა ეგ ახლა? არა. ჰა? არა. შენ შულს მოეწონებოდა ეგ ახლა? არა. შენ მეგობრებს მოეწონებოდა ეგ ახლა? არა. და მე რატომ და მომწონებოდა? არაერთხელ გითხარი, თუ არ შეგიძლია ალკოჰოლის მიღება, მაშინ რატო ღებულობ იმდენ ალკოჰოლს, რომ ვერ გააკონტროლებ თავი? შენ არ გამიბრაზდე, დაშებულში არ მოინტერესებს. მე შენ არ გაგიბრაზდე და რა? ანუ ხვალ შენ ისე დალებ და ხვალ ისე იცეკვებ? არა. ანუ გაიხდი? არა. შენ რო ჩემთვის ძვირფასი ადამიანი, იმიტომ გეუბნები, იმიტომ ბრაზდები, თორე მე ვინც ფეხებზე მკიდია, აქ იყვნენ ეგეთი ადამიანები, შეიძლება არიან კიდევაც. სულ არ მაინტერესებს, რას ჩაისმეს, როგორ იმეთყოლებს, როგორ მოიქცევა და ასე შემდეგ. თუ შენ ვერ აკონტროლებს თავს და უნდა იცეკო, იმ ცეკვით მე ვერ გააკონტროლებ, რას ჩადი? თვითონ ესეც არასწორია. ის რო გავიხადე, მაგრათა მკიდია, მაგრამ ის რო შენ გაბრაზებული იყავი ჩემზე, რომ ესეთი საქციელი აუკეთე, ეს არ მსიამოვნებს. ესეთი გახდით, შენ ცხოვრებაში ვერ წახვალ წინ. მოკლედ, ანა, დავივიწყეთ ეს ამბავი, გავაგრძელეთ შაბათი ლაივის მერე ყველაფერი ცხოვრება, მაგრამ თუ გაიგებ, შენთვის გეუბნები. თუ არ გაიგებ, ხა ჩემით არც ცხოვრება არ დაწყებულა. არც დაგიმთავრება ცხოვრება გაქვს სავსე და მრავალფეროვანი გიქნება, მაგრამ მე მეგონები როგორც ერთგული, მეგობარი ამას. всё. მე მგონი არაფერი არ საწყები. პირიქით, წავედი, კოცნე გამშვიდობისა. ძალიან მიყვარს და ძალიან პატრიოტიზმ. მინდა რომ სულ ჩემთან იყოს და სულ იყოს გაღიმებული და მხიარული ჩემს გვერდზე. აუცილებლად ცხოვრება და მიგდა. საყვარელი ხარ, მართლა ძალიან საყვარელი ხარ. ანუ როგორც ესეთი, ანუ შეიძლება ცალკე გამოუყოდეს, რომ ანუ შეიძლება რაღაც საყვარელი იყოს, მაგრამ შენი ერთ-ერთი პლუსი არის ის, რომ აი მართლა ძალიან საყვარელი ხარ. სანამ კარგად იქცე, რო გძინავს, მაშინ განსაკუთრებით საყვარელი ხარ, ხმას რო არიგებ და ჩუმად რო ხარ და შენთვის რო. კიდე რა, ის ბავშვობაც გიხდება და მეც ხა მარტო შენზე არ მოსაუბარი. ხო ნუ რახეთ, ანუ თავარია მონდომება მეგობრებო. თავარი არის მონდომება. მუღამიან ყველაფერს, რომ ადამიანთან დაჯდე, დაიყიდო ეს კამერები და უბრალოდ ანუ ოთახში ვართ. ღამე არის, სასაუბრო გვაქვს ძალიან ბევრი და აი ძალიან მართლა ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ძალიან ბევრი თემა განვიხილეთ. კარგად ბატონო. რამდენად ჩქარა გაგიგო? კაი, ნელა გააკეთე თუ გინდა. კარგად. კარგად. თბილისი. ძილნების. ოპა! გოგო ნახე იმენა რო კითხო რაღაცა და 3 საათი მელაპარაკე, 2 საათი მელაპარაკებოდა. ბიჭი ვაზროვნებ, ხა გინდა არ გინდა ბიჭი ვაზროვნებ. მაგას ვერავინ ვერ იტყვის რომ არ აზროვნებ. ვაზროვნებ. შმიდი და შემედავება რო არ აზროვნებ. გეოლდე.